მე მოგიყვები უცნაურ ამბავს, თუმცა არა, მგზავრების სოლისტი მე არა ვარ, ამიტომ ესე არ დავიწყებ. მე მიჩვენია რომ შენს ტკივილზე შენივე ენაზე გელაპარაკო. დაზგურის ხო მანიპულაციას და მანიპულატორს. არა, ამას ვერ ვიზამ. ასე ვერ გავაკეთებ, ასე ვერ მოგექცევი. რამდენჯერ დაუწყიათ თქვენთან მსგავსი ტექსტით საუბარი და რამდენჯერ გამხდარა ეს ტექსტი იმის მიზეზი და საბაბი, რომ თქვენ თვითონ ყოფილიყავით ბიძგი იმ ადამიანისთვის, გაეკეთებინა ის, რაც ვითომ სინამდვილეში მოგაჩვენათ, რომ არ უნდოდა. მაგრამ სინამდვილეში გულის სიღრმეში ერთადერთი მოტივიც ეგ იყო, რომ სწორედ ეგ გაეკეთებინა. არა, მარიამ თეუნა ეკა, ამას ვერ ვიზამ. არა და მარიამ თეუნა და ეკა. ვინც ხარ, ვინც მისმენ, არ აქვს ის მოუვა. სწორედ ის უნდა და გაეკეთებინა, რაც თავიდანვე უარყო. არ მე ვიზე ვლაპარაკი. ყველაზე გამოცდილი მანიპულატორი ვარ. რატომ წერე ხომ ვიდეო შენი აზრით? რაღაც ჩემი მოტივი მაქვს არა? ისო მანიპულატორს გავარ. რა გავაკეთო ამ ნიღაბს? ეხაც რომ მოვიხსნა, იცი რატომ არ ვიხსნე? იმიტომ რომ ამ ნიღბის შიგნით უარესი ნიღაბი იმალება. შენი დახმარება მინდა მოკლედ. შენი რა? ის მინდა რომ მე ჩემი თავი ვიპოვო და შენს დაგეხმარო, მაგრამ ამაში ერთადერთი გამოსავალია და ხელშეწყობა შენგანაც გჭირდება. ახლა კი ბევრი რომ არ გავაგზავნე, უბრალოდ დაფიქრდი. საით მიყავს? ჩემი აზრით შენს წიგნს ერთ მთავარი გვერდი აკლია და ეს მთავარი გვერდი სწორედ შენ ხარ. შენი ნაბიჯები აკლია, შენი საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა აკლია. საერთოდ ბოლოს როდის იყავი კარგად გახსოვს? ეჭვება. ხო და იქნებ გვეპოვა საკუთარი თავი ერთად. დაგვეწყო, გადაგვედგა ნაბიჯი, ოღონდ არ დაუნებდეთ. ნებისყოფა არ ყოფნის ხო ხედავ. შეიძლება 1, 2, 3 დღე გაკეთო, მერე უკვე ნაბიჯს ვეღარ დგა. სულ ეს იყო თავიდან რაც მინდოდა მეთქვა. რა ვიცი, თუ კი ნახე ამ ყველაფერში ინტერესი, მაშინ მაგზნობინე ყოველი. სხვა შემთხვევაში მომიწევს გავქრე ისევე როგორც გავჩიტე. ადიოს.